ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ლევან გალობლიშვილი მიმართავს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებსა და პარტნიორ ქვეყნებს მკაცრად დააგმონ ეს ფაქტი. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მკაცრად დააგმონ ეს ფაქტი. ჩვენი მთავარი მიზანია გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და აფხაზებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა. აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს